კიდევ ერთი ციტატა ჩვენს გადაცემაში გამოჩნდა რომ ნაციონალები მუშაობენ და იციან მუშაობა ქართული ოცნება კი არის უუნარო. ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე არჩევანის მომდევნო სტუმარია. მოგესალმებით ხალბატონო ნინო. გამარჯობათ. ხალბატონო ნინო, ქართულ ოცნებას, რომლის გამარჯვებისთვისაც თქვენ 2012 წელს უარი თქვით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, დღეს უუნაროს უწოდებთ. რა გაძლევთ ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთების საფუძველს? ძალიან ბევრი რამ სამწუხაროდ, მათ შორის თუნდაც დღევანდელი დისკუსიაც ამის ნათელი დადასტურება არის, ის რომ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ, იმ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს მოსახლეობამ ნაციონალურ მოძრაობას გამოუტანა განაჩენი და პრაქტიკულად არ მისცა მას მანდატი, რაც არ უნდა ილაპარაკონ 40%-იან წარმომადგენლობაზე პარლამენტში, იმისა, რომ საქართველოს სახელით ელაპარაკა, იმის შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას და ქართულმა ოცნებამ კი ყველაფერი გააკეთა. მე უკვე ვფიქრობ, რომ შეგნებულად იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გაეთეთრებინა, ეს მაძლევს მე იმის საშუალებას ვილაპარაკო, რომ ქართული ოცნება საუკეთესო შემთხვევაში არის უუნარო, ხოლო უარეს შემთხვევაში ქართული ოცნება, ხა მე ზვიად ძიძიგურს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიგულისხმებ და ეკაბესელიას, მაგრამ დიდი ნაწილი ალბათ ქართული ოცნების არის რაღაცა გარიგების ნაწილი, რომელიც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩეს და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს, ნაციონალური მოძრაობა სახეშეცვლილი ფორმით მობრუნდეს ხელისუფლებაში. სახეშეცვლილი უფრო გათეთრებული, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ ნაციონალური მოძრაობის გათეთრებაში? ბატონო? უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ ნაციონალური მოძრაობის გათეთრებაში? ნაციონალური მოძრაობის გათეთრებაში ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც ის სასამართლო პროცესები, სამარცხვინო სასამართლო პროცესები, როდესაც ახალაიას წესიარად ბრალი ვერ დაუმტკიცეს, როდესაც გიგი უგულავა ამდენს ლაპარაკობს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20% აჩუქა რუსეთს, ვინ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, მართლა ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს. ამათი პოლიტიკის, ვინც დღეს ლაპარაკობდა და პირველ ყოვლისა სააკაშვილის პოლიტიკის დამსახურება ის, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით 2008 წელს საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში, აგვისტოში, ოღონდ ჩვენეს დაგვიჯდა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ფასად. ბატონო ზვიად, თქვენ თავადა გაქვთ ძალიან კარგად და იგივე ქალბატონეკას საკუთარ თავზე გამოცდილი ძალიან ბევრი ტკივილი და ძალიან ბევრი სირთულე. ქართულ ოცნებას, რომ სააკაშვილისთვის წაეყენებია ბრალი 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, მათ შორის გიგი უგულავასთვის, თბილისის მერისთვის, რომელიც გორში ბრძანებებს იძლეოდა, ბრალი წაეყენებინა, კეზერაშვილზე დაესვა შეკითხვები იმ შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად ერთ დღეში საქართველოს ჯარი კომუნიკაციის გარეშე დატოვა. ის რომ მოეხერხებინა ქართულ ოცნებას ელემენტარულად, რომ ევროსაბჭოსთან მიეტანა ინფორმაცია თუნდაც 2009 წელს ზვიად იქიდექი მაშინ, ხო? როგორ იძახდა მიშას სააკაშვილის პოლიციის სამმართველოს წინ, ვინ ლაპარაკობს პოლიტიკურ პოლიციაზე, ვინ ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე. იმედის მოდელირებული ქრონიკის შემქმნელი ადამიანები ლაპარაკობენ დღეს პოლიტიკურ დევნაზე. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გაატარეს ხორცის საკებ მანქანაში, 45 ადამიანი პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იჯდა ციხეში. ეს ადამიანები ლაპარაკობენ დღეს პოლიტიკურ დევნაზე, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების ბრალი, ეს არის იმ კოჰაბიტაციის ბრალი, რომლის გამოც დღეს ქართული ოცნების ლიდერები ბოდიშს იხდიან, რომელზეც მე ვაფრთხილებდი ქართულ ოცნებას. არ არის ნაციონალური მოძრაობა ის ორგანიზაცია, რომელთანაც კოჰაბიტაცია შეიძლება. ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო კონკრეტული საქმეები და მართლა სააკაშვილის ბებიის 12 წლის მანქანა კი არ უნდა დაეყადაღებინათ, ამაში ნამდვილად მართალია გაბაშვილი. ეს სამარცხვინო იყო. ის მილიარდები უნდა იპოვონ, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და პირადად სააკაშვილმა გაიტანა საქართველოდან. არ არის ეს ძალიან ძნელი, მაგრამ ამის გაკეთება სჭირდება ის, რომ არ გეშინოდეს
ამის გაკეთება სჭირდება ის, რომ ყოველ წუთში რომელიმე საელჩოსკენ არ იხედებოდე, არ აქვს ამას მნიშვნელობა ეს საელჩო დასავლეთის იქნება, აღმოსავლეთის, სამხრეთის თუ ჩრდილოეთის. ამის გაკეთება სჭირდება ელემენტარული კომპეტენცია და გამბედაობა, რომელიც სამწუხაროდ ქართულ ოცნებას არ აღმოაჩნდა. დიახ, ნაციონალური მოძრაობა არის ის დესტრუქციული ძალა, რომელმაც ქვეყანას დააკარგინა ტერიტორიების 20%, შექმნა დამნაშავე სისტემა და დღეს არავინ არ მიაქციეთ ყურადღება, მე არ მინდა ეხლა ამ თემაზე გადავიდე, რამდენიმე პუნქტს ამ რეზოლუციაში, რომელიც ნამდვილად საქართველოსთვის ძალიან საზიანოა და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ მხოლოდ დესტაბილიზაციით შეუძლია ის ხელისუფლებაში მოვიდეს. რომელ პუნქტებს გულისხმობთ, ქალბატონი? არ აქვს ამას მნიშვნელობა, ამის დროც მოვა და ვიტყვი. ვინაიდან ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი საგანგაშო პუნქტები აქ არ არის და აქვე დავამატებ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ლიდერების დევნაზე და ამასთან დაკავშირებულ კითხვებზე საუბრობენ უკვე არა მხოლოდ თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არამედ ევროსაბჭოს დეპუტატები, გულისხმობ რეზოლუციას. თქვენ არ ეთანხმებით იმ კრიტიკულ მუხლებს, რომელიც ამ დოკუმენტში შევიდა? დოკუმენტი სამწუხაროდ ნამდვილად არ არის ობიექტური, იმიტომ რომ მე მენახა ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც გმობდა 26 მაისს ძალის გამოყენებას, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრებას, მე ნამდვილად არ მიყვარს ხოლმე ძალიან ბევრი რამის საუბარი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ჩემი მეუღლე, როდესაც, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს და ეხლა სტრასბურგშია ეს საქმე, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. მაშინ არ იყო პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი, როდესაც ხურვალეთში ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ხო? ქვები დაგვიშინეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ინსპირირებულმა აქტივისტებმა, მაშინ არ ყოფილა ამაზე ესეთი გამოხმაურება. როგორ ხსნით თქვენ ამბობთ, რომ დოკუმენტი სამწუხაროდ არ არის ობიექტური. რატომ მისცა მაშინ? დოკუმენტი ნამდვილად არ არის ობიექტური, მაგრამ ეს არ არის ევროსაბჭოს ბრალი. როგორ მოხდა ეს? ვისი ბრალია? ეს არ არის ევროსაბჭოს ბრალი, ეს არის ქართული ოცნების ბრალი. ეს დოკუმენტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ საერთოდ საგარეო პოლიტიკა არ გაგვაჩნია, რომ არც ერთი უწყება, რომელსაც საგარეო პოლიტიკა აბარია, არც მთავრობაში და არც პარლამენტში უბრალოდ არაფერს არ აკეთებს, ან ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის აბსოლუტური ფაქტი და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს. ნაციონალური მოძრაობა იბრძვის ფიზიკური გადარჩენისათვის, მე პოლიტიკურად ფიზიკურ გადარჩენას ვგულისხმობ და ქართული ოცნების დახმარებით ისინი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. არანაირი მორალური უფლება ნაციონალურ მოძრაობას ვინმეს ელაპარაკოს პატრიოტიზმზე ნამდვილად არ აქვს. ბატონებო, მე ხა ძალიან კარგად ვიცი და წარმომიდგენია ვინ რას ლაპარაკობს, ან ვინ რას იტყვის ჩემი საუბრის შემდეგ, ან ჩემს ზურგს უკან, მაგრამ ვინ ლაპარაკობს პრორუსულ ძალებზე? ვინ შემოიყვანა რუსეთის ჯარი, გაყვანილი რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე? 2008 წელი რომ არ ყოფილიყო, საქართველოში რუსული ბაზები აღარ იქნებოდა. დღეს ჩვენ გვაქვს 2 რუსული ბაზა, ერთი თბილისიდან 20 წუთის გზაზე და მეორე აფხაზეთში. ერთი ნაბიჯი ვერ გადავდგით წინ 2008 წლის შემდეგ. ვინ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე? ქალბატონინო, დავუბრუნდეთ ისევ რეზოლუციას. მე რა თქმა უნდა მაინტერესებს და მაყურებელსაც აინტერესებს ის მუხლები, რომლებიც თქვენ თქვით, რომ ძალიან მწვავეა და რომლებსაც დიდი სიამოვნებით ხმას მისცემდა ნაციონალური მოძრაობა. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ დელეგაციაში მისცეს კიდევაც ამ დოკუმენტს ხმა. რატომ არ აკონკრეტებთ თქვენ ამ მუხლებს და რა წერია ისეთი ამ მუხლებში, რომ თქვენ თვლით, რომ ისინი ასეთი მწვავეა? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგანგაშო მუხლები აქ არ არის ამ დოკუმენტში. ძალიან ძიმია საქართველოსთვის შესრულების შემთხვევაში და ეს რეზოლუცია ნამდვილად ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაციონალური მოძრაობის გათეთრების ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გზაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი დამნაშავე ამაში ქართული ოცნება გახლავთ და ის რომ ნაციონალური მოძრაობა ასე ხშირად ახსენებს იანუკოვიჩს, არაფერს შემთხვევით ნაციონალური მოძრაობა არ აკეთებს. არც საბურავები დაუწვიათ რამდენიმე თვის წინ შემთხვევით, არც იმას იმეორებენ მუდმივად და ადარებენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, იანუკოვიჩის ხელისუფლებას,
საქართველოში მაიდანი აწყობს დღეს ნაციონალურ მოძრაობას და დააკვირდით ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას. ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლისათვის და ეს ჩანს მათი ყველა მოქმედებიდან, ყველა ნაბიჯიდან და ქართული ოცნება თუ გააგრძელებს აი ეს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას და იმის ძახილს რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი გადასარევად არის თურმე ეს რეზოლუცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეზოლუციაა მართლაც საქართველოსთან მიმართებაში. მწვავე რეზოლუცია ვინაიდან ეკაბესელია ჩვენს ეთერში. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეზოლუცია, რომელიც კი მე მახსოვს. ეს უნდა მუახერხო რეზოლუციებიც იყო. ნუ რას ვიზამთ ახლა სამწუხაროდ რაღაც ეს უნდა მუახერხო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რომელიც ადამიანებს მართლა პოლიტიკური ნიშნით დევნიდა, ქონებას ართმევდა, არბევდა, სასიკვდილოდ იმეტებდა საკუთარ მოსახლეობას, მათ შორის 26 მაისს. ნაციონალური მოძრაობა, რომელზეც ტალავინის დასკვნა არსებობს, ახერხებდა იმას, რომ რეზოლუციები იყო გაცილებით უფრო პოზიტიური და არანაირი საუბარი არ იყო პოლიტიკურ დევნაზე, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ჩვენი პარტიის მაგალითი არის საკმარისი იმისათვის, რომ მართლაც რამდენიმე ტომიანი მასალა დევს სტრასბურგში და აშკარად დაანახო მთელს მსოფლიოს რა პოლიტიკური დევნა და რა რეჟიმი იყო საქართველოში და უნდა მოახერხო ქართული ოცნების შემთხვევაში რომ მართლაც მეტნაკლებად გაცილებით უფრო მსუბუქი გარემოა ეხლა და ადამიანები აღარ არიან იმ ტერორის ქვეშ უდაოდ რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ქვეშ და უნდა მოახერხო მართლაც ის ქართული ოცნება რომ ხარ რომ ევროსაბჭოს მიაღებინო რეზოლუცია სადაც პოლიტიკურ დევნაზე არის საუბარი. უნარო არაფრის მაქნისი ხელისუფლება სამწუხაროდ აბსოლუტური უმრავლესობა მათი ხა ყველას ნამდვილად არ ეხება, რასაც ვამბობ, საკუთარ თავზე შეყვარებული და კმაყოფილი იმით, რაც მიიღეს, იმიტომ რომ სიზმარში არ დაესიზმრებოდათ ის, რაც მიიღო ქართული ოცნების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა, ეს ხელისუფლება ნამდვილად ვერ გამოადგება საქართველოს. ნაციონალები არის კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ვერ უნდა მობრუნდეს და ვერც მობრუნდება საქართველოში ხელისუფლებაში, ქართული ოცნება სამწუხაროდ საბედნიეროდ კრიმინალური არ არის, მაგრამ სამწუხაროდ არის აბსოლუტურად უუნარო, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსახლეობამ ეხლა მაინც ძალიან ფართოდ გაახილოს თვალები. არავის ხათრით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს, იმიტომ რომ მეც მათ შორის ადამიანურად შეიძლება ჩვენ ყველამ დავაფასოთ ის, რაც მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ, რომ თავისუფლად სუნთქავთ, მაგრამ პოლიტიკურად რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, ეს არის ნამდვილად ძალიან მძიმე საქართველოსათვის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ასე კი არ უნდა ლაპარაკობდეს ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე. ძეგლი უნდა დაუდგან მათ, იმიტომ რომ მათი უნარობით ნაციონალური მოძრაობა მიწაში ჩადებული და მართლა მიწა მიყრილი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან გაცოცხლდა და დღეს ბედავს. და ამ ტონით გველაპარაკება. ადამიანები, რომლებიც შიში აცხოვრებდნენ თელ საქართველოს. ეს ნამდვილად უნდა ითქვას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, ნინო ბურჯანაძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.